კაცზე 6 წლის. სწავლობ იუჯის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ტანვარჯიში, ცეკვა, სიმღერა, ხატვა და ტანვარჯიში. და საჭმელების მომზადება. ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. სულ პირველად ვისწავლე გურების ხატვა. ახლა ვიცი ყვავილების ხატვა, გოგოს ხატვა, ზღვის ხატვა, კიდე გემის ხატვა, ამბანების ხატვა, კიდე ცოტა წერაც ვიცი ჩემს სახელის. ყველაზე ძნელი არის ბაყაყის დახატვა. ყველაზე ადვილი ვარსკვლავის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ამას ფერი არ არის და არაფერს არ უხდება. მე ვაგროვებ ჩემ ნახატს. უკვე მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ რა დედიკოს აჩქა. მე ასევე მიყვარს ტანვარჯი. ადრე დავდიოდი ცეკვაზე და ეხლა დავდივარ ტანვარჯში. თავიდან უფრო გამიჭირდა ბატუტებზე ყტუნვა. კიდევ დაშდომა ადგომას ვაკეთებ. შპაგატში ვშტები გვერდით და წინაც. მინდა მქონდეს შეჯიბრება და გავხდე ჩემპიონი. ადრე დავდიოდი ცეკვაზე და ყველაფერი ვისწავლე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი სკოლა მიყვარს, მაგრამ უფრო ბაღი მომწონდა. იმიტომ რომ ბაღში ბევრ ჭამდით, თამაშობდი, ჩემ მეგობართან ვერთობდი. სკოლაში გვყავს ძალიან კარგი მასწავლებელი ნინო ჭერით. ნინო მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ თამაშობთ, კიდევ ვერთობით, კიდევ რაღაც დავარებებს ვაკეთებთ. კიდევ იმიტომ რომ ჩემსავეთ რამაზია და მეხუტება. რამ გავისტები, მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდა და გამავსულიყავი ბალერინა. ახლა მინდა ვიყო 1 წლის. იმიტომ რომ სკოლაში სადავდივარ და ბაღშიც. ერთჩემია სახლში ვიყო და ყველა ფერებოდეს. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და ვსო. კიდე მინდა ყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი და არის 2 წლის და ქვია ანა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, კარგი. ხანდახან მელო ტელევიზორს მითიშავს და ვსო. და კიდე ჭამს ყველაფერს. ჩემი აზრით ან უკირო გაიზრდება გამოვაფარე. მამიკო არის სიმპათიური, ხიარული და ძლიერი. მე ვარ მამიკას კაკა. დედიკო არის ძალიან ლამაზი, ტკბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყიყლიყა. მე ყველაზე კარგად გამომდის კვერცხის შეწვა. ისე ვარ კარგი დიასახლისი და გემრიელ საჭმელებს ვაკეთებ. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხინკარი. მიზრაუზე შემიძლია შევწამო 6 ხინკარი. ჯადოსნური ჯოხი რო მქონდეს, მექნებოდა ნაყინის ქარხანა. სამოგზაუროდ მინდა რომ წავიდე ესპანეთში და თბილისში. წინა მონაწილედ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი სამზარეულო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა? ჩემი აზრით ბავშვმა იმიტომ უნდა ისწავლოს დედიკო გაახაროს კიდე რომ ფულები დაითვალოს. ბედნიერება არის, როცა ერთად კაფეში მივდივართ, როცა ერთად თეატრს ვუყურებთ, როცა ერთად ვსეინავთ, როცა ერთად ნაყინებს ჭამთ, როცა ერთად თამაშობთ, როცა მთელი ოჯახი ერთად ვართ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.